მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, ვინც არ იცის. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. მოდი გავაკეთოთ რა სიახლე, კარგი სიახლეების შემოვა მოკლე პერიოდში. მინდა გაითვალისწინოთ ჩემ შესახებ გაშლები აქ არიდება. ასევე მე არ უნდა ჩამიფიქროთ ჩემზე თუ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემზე და ყოველთვის მოხდებით გაურკვეველი არასწორი ინფორმაციას ამოვკრივავთ მეთქი. ამის თქმა მინდა. ჩემზე ინფორმაციის წაკითხვა არის ძალიან რთული, ზოგადად გაშლაც რომ მოინდომოთ. თუ მე მივცემ ვინმეს ამის უფლებას, ეს სხვა თემა არის. ინფორმაციის წაკითხვა იმას არ ნიშნავს, მე რაღაცას რო გავაჟღერებთ და მე ამის მიხედვით თქვენი დასკვნები გამოიტანოთ და ააგოთ რაღაცა, ხო, შექმნათ. ეს არ არის ინფორმაციის წაკითხვა, ჩემოკარგებო. ნახოთ ვისთვის არის, რომელი კატეგორია დამიფიქსირდა აქ ზოგადად. ვიცით, რომ ძლიერი კატეგორია მყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ თითქოს ფიქრობთ, რომ რაღაც არ გამოგდით, რაღაც შეკრული ხართ, რაღაც ვერ არის თითქოს წესრიგში, ან ისე ძლიერად ვერ გრძნობთ თავს, რა სიძლიერეს თქვენ გაგაჩნიათ, რაღაც ამ პოზიციაზე ხართ და მოდით ნახოთ რა სიახლე, რა თქმა უნდა, შევეცდები კარგი ინფორმაციები ამოვიკითხო, შემოდის, რა წარმატებები იქნება და აი ეს მდგომარეობა, რადგან ასე გრძნობთ თავს, ეს როგორ იქნება, რო თუ მოწესრიგდება და ასე შემდეგ. არეთ, იძახეთ, რომ კიდე არ ვიცი. ერთ რაღაცას გეტყვით. ვინც იწმინდებით ან რაღაცას ცდილობთ, თუ სახლი არ იქნება მოწესრიგებული, იცოდეთ, რომ თქვენი ცდელობა, ყველანაირი მცდელობა იქნება უსარგებლო და უშედეგო. ეს იმას ნიშნავს, ეხლა იბანაოთ, გამოხვიდეთ და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩაიცვათ ტანზე. აკეთებთ ამას, რომელიმე თქვენგან დარწმუნებული ვარ, არც ერთი, ხო? აი იგივე არის, ნახეთ, თქვენ გარემო უნდა დაასუფთავოთ. აი, რაც არ უნდა გაიწმინდოთ პრაქტიკოსთან, რაც არ უნდა ფსიქოლოგიურად, ნახეთ, შეეცადოთ და ყველაფერი კარგად იქნება რაღაც. ეს არის, ნახეთ, კი იქნება, მაგრამ ცოტა თავის მოტყუებაც. იმიტომ რომ სახლი, კიდევ ვიძახი, ბევრჯერ ვაჟღერებ ამ ბოლო დროს, აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული. რას აკეთებთ? გალეწილი, გადაყრილი, გადმოყრილი ნივთები გადაყარეთ. კიდევ მე მინდა თქვენ გაგიჟღეროთ აქ აი სურათებზე აქცენტი. ახლა მქონდა ამ ბოლო დროს და ამ თემაზე სხვათა შორის ერთ ადამიანთან საუბარი და ეხლაც შემიძლია ეს თქვენთან გავაჟღერო და ჩავრთო რა აი ამ იმაში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ინფორმაცია. სურათები თქვენი გარდაცვლილი ადამიანების შესაძლებელია არა გაქვთ მოთავსებული ახლა სადმე შესახეთ ადგილას, მაგრამ არიან ოჯახები, რომ ეს საძინებელში აქვს, მისაღებს ნებისმიერ ადგილას უნდა ჩამოხსნათ, უნდა შეელიოთ. მერე გარდაცვლილი სურათები მოთავსებული დაუშვათ შესაძლებელია თქვენთან. აი და თქვენ ხო ცოცხალი ხართ მაინც. ეს უნდა აიღოთ გარდაცვლილი სურათები და შეახვიოთ რამეში, შავში და ცალკენ შეინახოთ და არავითარ შემთხვევაში თქვენთან ეს არ უნდა იყოს. აუცილებლად ეს საკითხები უნდა მოაგვაროთ.
თუ არის საშუალება და თუმეტეს შეძლებთ, უნდა გაჭრათ კი. და ის სურათები ყველა, არ არის, რა თქმა უნდა, ეს ახლა ძალიან ახლა დედის და ძმა ესე ვისაც ყავთ ხო ამ სურათების ესე გაქრობა სასურველი სასიამოვნო, მაგრამ თუ კი თქვენ ამჩნევთ რას დავუშვათ ხართ ძალიან ავადმყოფურ ენერგიებში, ავადმყოფობა მოგეძალათ, ხართ ჩაკეტილი, ხართ რაღაც აი ეს უენერგიოთ, ზუსტად აქედან არის შესაძლებელი ეს ნეგატივი წარმოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვლილთან მიმაგრებული ხართ რაღაცნაირად, არის ეს კავშირი. ამიტომ ეს უნდა გაჭრათ აუცილებლად. თუ ვინმე ესეთი შეგრძნებები ახლა არ გაქვთ, მაშინ ეს პრობლემა არ არის. ნახეთ, დავუშვათ კი სახლიც გაასუფთავეთ, წმენდებიც გაიკეთეთ, მაგრამ კიდევ რაღაც ვერ მოწესრიგდა. აუცილებლად ესეც უნდა გაითვალისწინოთ. და აუცილებლად ესეც უნდა მოაწესრიგოთ. ეხლა რა ხდება? მე პრაქტიკოსებსაც გაგიჟღერებთ აქ, თქვენი წმენდები ხო არის, რომ არ მუშაობს და თქვენი პრაქტიკები რაღაც არ მუშაობს, იმიტომ რომ სახლი არის დაბინძურებული. თუ პრაქტიკოსი არ არის ფორმაში, ჯერ სხვას ვერ გაასუფთავებს, მოდი ასე ვთქვათ, და ეს სამაჯურებზე ყოველთვის ვამბობ, მე რატომ მიგვიანდება? დღე, მთვარე და ასევე შეიძლება ყველაფერი გამოვთვალო დრო, დღეც, ახლა აუტყდა წრეპინი, ყველაფერი, მაგრამ მე არ ვიყო სიტყვაზე ფორმაში. ამ შემთხვევაში არ შეიძლება მუშაობა. ეს ზღაპარი არის, ახლა ვინმე რო გითხრათ, რომ აი ყოველთვის ფორმაშია. არა. არსებობს რაღაცა ჩავარდნები, ხო? ამიტომ თუ თქვენი რაღაცეებით არ მუშაობს, ადვილი შესაძლებელია მიზეზი იყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილი. ამიტომ ეს უნდა მოაწესრიგოთ უპირველესად. მოწესრიგება იწყება, რა თქმა უნდა, ყველას სასურველია თქვენი ინდივიდუალური მეთოდები გქონდეთ, მაგრამ გატეხილი დაბინძურებული ნივთების გაწმენდა, გადაგდება და ასევე მთლიანად მთელი სახლის გაწმენდა, გასუფთავება, გაპრიალება, ხო? გარდა ამისა კიდევ არსებობს წმენდითი სხვა საშუალებები, მაგრამ ყველაზე მარტივი და ეს იმას არ ნიშნავს, ახლა ჯადო თუ ასახლში იმას გაანეიტრალებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და პირველი არის ეს. ერთხელ სხვათა შორის ერთმა ეზოთერიკოსმა გოგონამ გამოაცხადა, ხალხო მოწმინდეთ იატაკი სიცილია ამიტყდა. სიცილია ამიტყდა, აი ამის მინიშნება რომ დაჭირდება, ამეტყი ამას მინიშნება უნდა თქო და მე რომ გადის დრო და რაღაცა ეთყობა ძალიან ბევრი ყავდა ესეთი ამ ადამიანს ნანახი და იმიტომ გააკეთა აქცენტი, თორე ისე ხო არ გააკეთებდა ამ ყველაფერს აქცენტი. კი, იატაკს სჭირდება განსაკუთრებული გასუფთავება. რომ იცოდეთ. ეთყობა, ნახეთ, ახლა ჩვენ აქედან თქვენ სახლის საცხოვრებელს ვერ ვხედავთ, მაგრამ არიან ადამიანები მიდიან, ხო, ეს ეზოთერიკოსები ყველა ჩემსავით ხო არ არის, ვიღაცის სახლში, ვიღაცასთან და ეს დაინახა ალბათ ეს მოუწესრიგებელი და მას კიდე ესა ბლოკები აქვს, ვიღაცამ გავუკეთა მით უმეტეს ძალიან როგორ არის, იცით, ეზოთერიკოსთან მეგობრობა მაგ მხრივ ძალიან რთულია, რატო? იმიტომ რომ თუ რამე პრობლემები შეექმნება, აუცილებლად გახედავენ პირველ რიგში, აი ამან იცის ესმის და ამან გამიკეთა რაღაცა, არა და ასე არ არის, ხო? ყველასთან ესე ხა თუ ძალიან ვიღაცა გადავა თავზე, მაგ დროს არავინ არ იცის, ვინ როგორ მოიქცევა. კი ბატონო. ამიტომ იატაკი არის პირველი, მოდი ასე ვთქვათ, დაბინძურების წყარო და მით უმეტეს გარეთ ნასიარულე ფეხსაცმელებით თუ დადიხართ სახში. ნახეთ, ეს ზუსტად მე რაც თქვი, თავში ის თქვენი დაბლოკვები, აი ასეთი რაღაცა პატარ-პატარა ვითომ წვრილმანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი ძლიერი ენერგეტიკა წარმოიქმნა. გარდა ამისა, მაგ პერიოდში, როდესაც თქვენ იწყებთ გასუფთავებას, გაწმენდას, რაღაც ამ მომენტებს და ვიღაცა გამოჩნდა იმ დროს დაგირეკათ. დავუშვათ ძალიან აქტიურად ცდილობს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლას. აი ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ამ ადამიანიდან მოდის ესე იგი გარკვეული, ეხლა ჯადო გააკეთა ესე მთლად ვერ იტყვი ადამიანი, მაგრამ ძალიან დიდი ნეგატივი. ეს იმას ნიშნავს. ამიტომ მაგასაც მიაქციეთ ყურადღება. აი აქ თქვენთან
მე ვიტყოდი რომ მამაკაცი ცოტა დამბიქსირდა. იცით რა, კითხვებით შემოდის და მეკითხებიან გოგონები, რომ როგორ ნინო მამაკაცებიც აკეთებენ. რას ვლაპარაკობთ, მამაკაცები აკეთებენ, თუ აკეთებენ აბა. ქალებმა თქვენ რომ გამოიფხეკეთ ყურები, მამაკაცები უკვე. რა თქმა უნდა. და რამდენიც გინდა თანაც იმდენი. ესენი ისეთი პარაზიტები არიან, მოკლედ ავი მე. რა თქმა უნდა, ამიტომ ის მომენტი რომ აი მე კაცია, მამაკაცია და არიკადრებს კი არა, ისეთი კადრებს რომ აღარ მალაპარაკოთ. ხო, მაგრამ აქ თქვენ სხვათა შორის ძალიან ყველაზე მეტად რა მომწონს კიდევ აქ ნახეთ თქვენ შეგიძლიათ ესე რომ ვთქვათ აი ხო შიანად რაღაცა არ მოგეწონათ დაიგრუხუნოთ რატომღაც ესე მოდის აი თუნდაც გაბრაზდეთ თუნდაც რაღაცა და თქვენი ეს რეაქცია არის ძალიან ესეთი გადამწყვეტი და გადამჭრელი საკითხის აი აქ მე ასე გეტყოდით რომ აი ამ პრობლემებიდან კი თავისუფლდებით ძალიან მალე ყოველ შემთხვევაში თქვენ ამას გრძნობთ ეს თითქოს უნდა მოხდეს ეხლა უნდა განთავისუფლდეთ ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით 21-დან დაახლოებით ხო 28-მდე არის ასე მახსოვს ეს მზის დაბნელებები არ არის გამორიცხული ეს ტოქსიკური ადამიანები ეს რა ვიცი ყოფილები ეს არასასიამოვნო ხალხი, მოკლედ, ვინც ვენ არ გსიამოვნებდა გაუშვით, დიხას და არ უნდა დაბრუნდნენ არასდროს. დიდხანს გააქტიურდნენ. ეს ყველაფერი არის იქიდან გამოწვეული, რომ ასეთ დროს იციან, მოდი, ასე რომ ვთქვათ, თითქოს როგორ არის, იცით, სიცხეში რომ დავუშვათ საჭმელი ადვილად ფუჭდება და ესევა პარაზიტები, ესეთნაირად იციან გაღვივება მათმა ენერგიებმა. ამიტომ ამ ეს მომენტები უნდა გადალახოთ აუცილებლად, ხო და არ მიაქციოთ ყურადღება დავუშვათ რატომ რა მოხდა, ვაიმე იქნებ დაბრუნება უნდა არაფერი არ მოხდა, ეს არის უბრალოდ ესეთი პერიოდი და ძალიან ბევრთან შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს. ხო, აქ ვიღაც ცდილობს თქვენს ცოტა როგორ რაღაცას, იცით, თქვენი წარმატების ჩახშობას, ხო, თითქოს როგორ არის, იცით, ეს ძლიერი მხარე, რომელიც მე გითხარით თქვენ, თითქოს წარსულში მიფიქსირდება რაღაცა, ისე ხართ ენერგეტიკულად, რომ ალბათ უფრო კარგად ვიყავთ, რომ ეს არის ადამიანიანი გამოწვეული, რომელიც ცდილობს თქვენს დაზიანებას, სხვათა შორის. მე მაინტერესებს ეს ადამიანი რეალურად მოახერხებს თქვენს დაზიანებას? აქ არ არის გამორიცხული ორი პიროვნება რაღაცა ერთდროულად გამოიჩეკოს თითქოს, ხო? კარგით, ნახოთ. იცით რა არის? არ მინდა გავაჟღარო რომ მოახერხებს მე მინდოდა თითქოს წარმატებაზე რა წარმატება შემოდის ესე დავიწყე და მე დავიწყე გასუფთავებაზე და სულ სხვა რაღაცებზე ლაპარაკი ეს იმას ნიშნავს რომ ზუსტად ამ თქვენ წარმატებას მე მგონი შევცვლი ვიდეოს სათაურს და დავწერო რომ რა უშლის წარმატების შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში ხელს ხო იმიტომ რომ აქ ეს უფრო მიფიქსირდება ნახეთ თქვენ წარმატებულ ეტაპზე რო გადახვიდეთ ჯერ ეს მომენტები გაქვთ გასავლელი და გასაკეთებელი და ეს პიროვნება მოსაშორებელი იმიტომ რომ რაღაც წარმატების გზას თითქოს გიბლოკავთ გიბლოკავთ. კარგი, რა მაინც ვნახოთ ახლა წარმატება მინდა. ამ ყველაფრის შემდეგ რა იქნება, როგორ იქნება შეიცვლება, რამე არის მოსალოდნელი? მოსალოდნელი არის კი, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს თქვენი, ეს თქვენი დაგრუხუნება ზუსტად ეს არის, რომ ამ თქვენ ძალებს თქვენ აღიდგენთ, ამ ძლიერ ძალებს. ეს უკვე ძალიან მომეწონა სხვათა შორის. აქ როგორ ახართ, ლომივით ხართ, რას ლაპარაკობთ? მუჭის დარტყმა და გაელვებაცაზე ერთი იქნება.
რაღაც ესეთ ენერგიაში გადახვალთ ან ასე მოიქცევით, ხო? რაღაცა გაქვთ ესეთი ქმედება ყოველ შემთხვევაში. ვინმე გამოხდება კიდე დავუშვათ რომ თქვენ ეს ყველაფერი წაგართვათ, გაგანერვიულოთ და ასე შემდეგ. რამე არის ასეთი მოსალოდნელი? არა. ვერავინ ვერაფერს ვერ დაკაკლებთ. უბრალოდ თქვენი წარმატებისთვის, როგორც გითხარით, ეს უნდა გააკეთოთ და კიდევ ის მომენტი, რომ აი თქვენ უნდა всё ეს სიტყვა არის კანონი და ამ სიტყვას ვერ შეცვლის ვერაფერი. ეს უნდა გაატაროთ. ხო, ის რომ კიდე ვიღაცა რაღაცა ესე დაზიანების და ესეთნაირად აღარ მეფიქსირდება, მე ასე გეტყვით. არა, ესეთი რაღაცა არ ფიქსირდება. ზოგადად ერთი რამეც გაითვალისწინეთ, არის ზოგჯერ ისეთი შემთხვევები, რომ მიდიხართ ვიღაცა პრაქტიკოსთან და მით უმეტეს თუ კი მაგიური ჩარევა არის გაკეთებული. მე მგონი საინტერესო ინფორმაციას გავაშკარებ ახლა. და დავუშვათ გაგიკეთათ სასიყვარულო შელოცვა ადამიანზე და გეუბნებათ. მიდი იაქტიურე და კი უკვე გამოვა ყველაფერი. აი ასეთ დროს დავუშვათ უნდა გადაამოწმოთ კიდევ რაღაცები. აი ამ დროს მახსენდება როგორი რაღაც იცით ქორწილებში რო ბიჭი მიდის თუ რაღაც ესე დაგეგმავენ გოგოს ხელის სათხოვნელად და ეს გოგო რო ვარს მიათხრიშავს და მე დედა გოგო არ იყო ეს გოგო ამის ღირსი რას ქვია არ იყო ღირსი შენ კაცი რო ხარ ეს ქალბატონი რაზე არის თანახმა არ უნდა იცოდე ან რა ვიცი ჯადუები და რაღაცები რო არ გაჭრის ახლა ეს არ უნდა იცოდეს ადამიანმა ვერ უნდა იგრძნოს თუ ჯადო ძალაში არის იქ თქვენ ხვეწნა და ფორთხიალი არ დაგჭირდებათ თვითონ გამოვა კონტაქტზე ან რომ გახვალთ კონტაქტზე ეგრევე რაღაცა სხვანაირად შეიცვლება კარგი ნახოთ რა წარმატებები შემოდის თქვენთან ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვება ძალიან დიდი წინსვლა მხიარულება გაძლიერება ისევ და ისევ ნაყოფიერება ძალიან ჭკვიანი ვარო ასე იტყვით ძალიან ჭკვიანი ვარო ჩემო კარგებო თქვენ ხელშია თქვენი ბედი და ნუ შეაჩერებთ ამ წინსვლას ნურავის და ნურაფრის გამო ცოტა ჩემთვის ორი სახელის დარქმევა მინდა ცისფერინთები და ტიანშანიო ესე მჭირს ზუსტად რა გააფერხებს თქვენთან წარმატების შემოსვლას და წარმატება შემოდის თქვენთან ამ ვიდეოს მინდა ორი სახელი დავარქვა გისურვებ წარმატებებს იმედია ვიღაცას გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გემშვიდობებით დროებით